სახელით მამისათა და ვიზათა და სულისათა ჩვენთან ჩვენთან არის ღმერთი. გადამოცილი გაყოფოთ ხარდა გადაგდობა ეს წინანოსების დღეა ჩვენი განმანათლებლის, ქართულ განმანათლებლის ის ზადამალი პარადოქსი შეწევდეს ჩვენი საერთო არამარტო ახლოში მოიწოდეთ. მოიწოდეთ მაგარისის ვერება. ჩვენ არამარტო ჩვენი რელიგიური დღესასწაულია, არამედ ეს არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული შეიძლება ასე იყოს, იმიტომ რომ ჩვენი განმანათლებელია პირადად ჩვენი ქართველების. მინდანიო იყო სრულიად ახალგაზრდა გოგონა მოგესწრებათ და როდესაც მან გადმოიარა 50 ქართველთან ერთად სოფლის ტერიტორია, იქ მოხდა მოწამეებული აღსასრული იმ გოგონებისა, ლიფსი და გაიანის ასევე და დანარჩენი გოგონები. და ჩემთვის სრულიად იუმორის მომგველია, როდესაც სომხები ამბობენ, რომ მანამდე ჩვენ ქრისტიანები ვიყავით. წმინდანის შემოსვლის დროს მოწამეებულად აღმოსვლა 50 გოგოები დახოცეს კაცო ქრისტიანობისთვის. მეფე იყო წარმართი და რანაირად იყო მოქცეული და ვიღაცა რაღაცა ქრისტიანი დადიოდა, მასე ანდრია პირველწოდებული დროსაც შემოსული ეკლესია დაარსა ჩვენ. ხოლო როგორც სახელმწიფო რელიგია, წმინდანი როცა გადმოიარა სომხეთის ტერიტორია, მეტი არავითარ ჯიბრები ახლა, მაგრამ ჩვენ ყავს მეზობლები სომხეთის სახით, რომლებიც ყველაფერს ითვისებენ, რომ ყველაფერს პირველები არის ქრისტიანები, ქრისტიანები ვარიან. და წმინდა ნინო როცა შემოვიდა ჩვენთან, სრულიად უსუსური, მაგრამ ძალა, რომელიც მას ჰქონდა, ეს არის წმენდა ღვთისა. რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ წმინდა ნინოსგან? წმინდა ნინოს გზაზე და როგორ შემოვიდა და მეფე როგორ მიიღეს, ყველა ზეპირად იცის სკოლიდან მოყოლებული. მაგრამ მე მინდა სულ სხვა რაკურსით დაგანახოთ წმინდა ნინოს მოღვაწეობა. რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ მისგან? რა უნდა ვისწავლოთ? როდესაც შემოვიდა, იყო სრულიად სუსტი გოგონა. ფიზიკურადაც სუსტი, ნუ ავად კი არა, მაგრამ სუსტი. ახლა ერთი გოგონა რა ძალაუდა ქონოდა. არანაირი დასაყრდენი და არანაირი გავლენები აქ აყავდა და ვიღაცის მიედად რაღაცას არისო, ვინც მოყვებოდა, ყველა მოუკლეს. მაყლოვანის ფუძს ამოეფარა და იმით გადარჩა ვეღარ ნახეს, დაიმალა. ის განგებდა თქო. მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ის გახდა ჩვენი ერის მომაქცეველი. რამ გამოიწვია ეს? გამოიწვია იმან, რომ ის უპირველეს ყოვლისა ერთგულებდა ღმერთს და არა ამ სოფლის ძალაუფლებას. ძალიან ხშირად გვეშლება ეს. ერთგულებდა პირველში ღმერთს და მერე გახდა. ის არ გამოხატავდა ხელისუფლებისადმი, მაშინ მეფე იყო, რა სახის სხვა პერიოდში სხვა სახელწოდება აქვს ხელისუფლებას. ან მეფეები იყვნენ, ან იმპერატორები იყვნენ, ან დაიგონებინები და ცეკასდინები იყვნენ და ან პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები. არა, ეს არის სახელწოდება, ფორმა ხელისუფლება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა სახისა ფორმა, ანუ ხელისუფლების ფორმა რა სახისა მნიშვნელობა არ აქვს. პირველში ჩვენ უნდა ვსახურებდეთ და ვემორჩილებდეთ ღმერთს და მერე ამას სოფლის ძალაუფლებას. ყველა მოწამე, ვინც მოკვდა, აბსოლუტურად ყველა მოკლული არის ამას სოფლის ძალაუფლებათა მიერ. ერთიც კი თავისით მოკვდა არა. რათა მოწამეებს კლავდნენ, ძალაუფლებაში ყოფნი ადამიანები კლავდნენ. და წმინდა ნინოს სიკვდილისთვის იყო განცირული. აბა გავიხსენოთ კარგად, როდესაც მირიანი მეფე საანდიროს წავიდა, რო დაბრუნდებიო, რას ვიზამო? წმინდა ნინოსაც კი არა, გონია ცოლის დასასაც აპირებდა. ყოს? მაგრამ იქ მოხდა მერე სულება, დავნელდა და იქ იწუნა და უკვე იქიდან მორწმუნე თვით, ანუ წმინდა ნინოს ღმერთის მორწმუნე ჩამოვიდა მთიდან. ყოსია. წმინდა ნინო ზათ იყო წამებისთვის. წმინდა ნინო მარიცოდა, რომ მეფე მას ოსაკლავად შეიძლება გაემეტებინა მეფეს, არიცოდა ვითომ. როდესაც შემოდის წმინდა ნინო, აი კიდე ერთი დეტალი მინდა ყურადღება მივაქციოთ. რა ინგრევა წმინდა ნინოს შემოსვლის დროს? რო შემოდის მაშინ არა, მაგრამ ილოცაო და რა დაინგრაო? კერპები. კერპები მაშინ, როდესაც შეხედო სახელმწიფოს იყო ძალაუფლების სიმბოლო.
კერპთაყვანისმცემლების დროს კერპები არის ძალაუფლების ერთ-ერთი სიმბოლოს სახე. ისევე როგორც მე-6 საუკუნეში აბიბოს ნეკრესელმა ცეცხლთაყვანისმცემლები რომ მართავდნენ და იყვნენ ძალაუფლებაში სპარსეთიდან ცეცხლთაყვანისმცემლები აი შუშანიკის წარება რო ვიცით და ასე შემდგომ, ხო? მაზდეიანობა. აბიბოს ნეკრესელმა ცეცხლს დაასხა წყალი. ახლა ცეცხლი რო დაასხა, არავინ არ მოკლავს ამ წუთში. მაშინ აბიბოს ნეკრესელი ამისთვის მოკლეს. რატო? ძალიან მარტივია ის პასუხი. ცეცხლი მაშინ იყო სიმბოლო ძალაუფლების. ვინც იყო ძალაუფლებაში, მათი სიმბოლო იყო ცეცხლი. მე-20 საუკუნეში, როდესაც გაბრიელ ბერმა ერთი არ ვიცი ამივიდა მის სახელს. სურათი რო დააწვა სამოზოლში. ფსიქიატრიაში გამოფიტეს. გაბრიელ ბერსაც ელოდებოდა სიკვდილი. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამას რომ მოუკლავთო პოლიტიკური ნიშნითო სხვები ეყოლება არ ვინაო ფსიქიატროში გამოაძლო გიჟია და იმიტომ გააკეთა. აი ესე გაატარეს. ხომას ხო ვიცით ეს. იმარა დადი ახლა დააწვი მისი სურათი. ვინმე დაგჯის? ახლა რატომ არა? იმიტომ რომ მაშინ ის იყო ძალაუფლების სიმბოლო. მას შეეხო გაბრიელ ბერი ძალაუფლების სიმბოლოს. ძალაუფლების სიმბოლო შეეხო აბიბოს ნეკრესელი მე-6 საუკუნეში და მე-4 საუკუნეში, როდესაც შემოვიდა წმინდანინო, შეეხო ძალაუფლების სიმბოლოს. მაგრამ რატო ეხებოდნენ ეს წმინდანინო, აბიბოს ნეკრესელი, გაბრიელ ბერი ძალაუფლების სიმბოლოს? იმიტომ რომ ხელისუფლებას ზარებოდათ? არა მეგობრებო, ხელისუფლების მიმართ იყვნენ სრულ მორჩილებაში, რაც ხელისუფლების უფლებამოსილებში შედიოდა. ისინი ამას აკეთებდნენ იმიტომ, რომ ეს სიმბოლოები ეწინააღმდეგებოდა ღმერთს. ქრისტე ღმერთის სწავლების საწინააღმდეგო რომ იყო, ისინი ამას აფიქსირებდნენ, რადგან უპირველეს ყოვლისა ემორჩილებოდნენ ღმერთს და მერე კაცს. ასე წერია წინადელში. უპირველეს ყოვლისა მორჩილებდნენ ღმერთს და მერე კაცს. აი ეს არის ქრისტიანობა ჩემო თვალსა. ქრისტიანობა არის პირველ რიგში ღმერთსაც მორჩილი. არის თუ არა საფრთხე, როდესაც მხოლოდ ღმერთს მორჩილი. ყველა ვიცით რომ საფრთხე. ამასთან ერთად კომფორტის ზონაში ყოფნა არის ყოველი ადამიანის მიდრეკილება და ფარული სურვილი, რა ასაკისიც არ უნდა იყოს ის, რა სოციალური მდგომარეობისიც არ უნდა იყოს ის. აი თუნდაც დილით, როდესაც სამსახურში ხარ დასასვლელი და მაღვიძარა დაგირეკათ. არავის არ სიამოვნეს მაღვიძარა სხვა. ხო გეთანხმებით ჩემო ძვირფასო. რატომ? იმიტომ რომ როდესაც გძინავს თბილად სამნის ქვეშ კომფორტში ხარ. არ არის სასიამოვნო კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ეს არ არის სასიამოვნო. მაგრამ მაშინ რატო დგები? იმიტომ დგები, რომ ეს არის აუცილებელი. უნდა გაახვიდეს საფრთხეში. ხო? ადამიანი თუ კი არ მიდის კომფორტის ზონის წინააღმდეგ, ის უძლურდება მისი სული და ხორციც ასევე, თუ კი ხორცს არ ავარჯიშე და მუდმივად ის უსრულე, რა ის სრულის ხორცს აქვს, ხორციც უძლურდება, კუნთები დუნდება, ხომასი, სულიც ასეა. ხოლო ადამიანები ცხოვრების მანძილზე, რომელსაც არ უნდათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, საფრთხეს შეიცავს, მაგრამ იქნები ჩუმად, ის არ შეიძლება იწოდებოდეს ქრისტიანად. რაც არ უნდა ხშირად იწერდეს პიჯვარს, რაც არ უნდა ხშირად დადიოდეს ეკლესიაში. არ შეიძლება ქრისტიანად იწოდებოდეს ის, ვისაც ქრისტესთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდა. და ქრისტესთვის რას ნიშნავს? ჭეშმარიტების, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება. რასაც ხედავ ჭეშმარიტებას, ქრისტეს მიერ ჭეშმარიტება სწორდება ღმერთს. ჭეშმარიტება, როიციან ხოლმე, ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს. როდესაც საკუთარი გონებიდან, საკუთარი აზროვნებიდან ეს ჯის სიმართლეს მაშინ არის, ეს ვითომ. ყველას თავისი სიმართლე, მაგრამ სიმართლე ერთია. არ შეიძლება ორი სიმართლე არსებობდეს. შეიძლება არსებობდეს ორი ტყუილი. მაგრამ სიმართლე არის მხოლოდ ერთი, იმიტომ რომ ქრისტეა ერთი. და სიმართლე არის ის, ჭეშმარიტება არის ის, რაც ქრისტეს სიტყვიდან გამოდის, სადაც თვითონ ქრისტე არის ჭეშმარიტება. და როდესაც ჩვენ ცხოვრობთ ისე,
ნუ ვცდილობთ რომ ვიცხოვროთ ისე. ბოლომდე ამას ვერ შევასრულოთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემ თავზე შემიძლია გარანტირებულად გითხრათ რომ ბოლომდე ამას ვერ შევასრულოთ და ვერც ვასრულოთ. ფიქრობ ვერც თქვენ, მაგრამ როცა ჩვენ ვცდილობთ რომ ვიცხოვროთ ისე რაც ჭეშმარიტებაა, ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვიწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ანუ რაღაც საფრთხეები გვემუქრება ხოლმე. როდესაც ვიტყვით სიმართლეს, რომ ამდენი უცხოელი შემოდინება საქართველოში, საქართველოსთვის შეიძლება ეს იყოს სასიკვდილო, შეიძლება კი არა მე არ თმობ, სასიკვდილო განაჩენი, როგორც ამას იტყვით, ეგრევე ვიღაცა დაგირეკავს, შეგეხმიანება, დაგილაპარაკება, რომ ეგრე ნუ ლაპარაკობ. იქ ეწყინება, არ მოწმ. ესე ხდება ჩემო ძვირფასო და არა მარტო მაგ პრობლემები. ნებისმიერ სახის პრობლემები, ნებისმიერ ჩვენებს ერთი ადგილია წინასწრელი და მცირეთში ერთგული, დიდშიდაც ერთგულია. მცირეთშიდაც ყველგან უნდა შეგვიძლია ჩვენ მცირეთშიდაც სიმართლისა და ჭეშმარიტების ერთგულება. ისე როგორც წმინდანი აკეთებდა ამას. მერთმა კიდე როგორ მოაწყო წმინდანს ნინოს დამიმართებაში. წმინდა ნინოს რო ქონოდა პირველ რიგში ხელისუფლებისადმი მორჩილება და მე ღმერთის. ის ვერ გახდებოდა ჩვენი განმანათლებელი. ვერანაირად. მაგრამ მოაწყო ღვთის მიერ ისე, რომ წმინდანოს სახელი განდიდდა არა მარტო მისი ცხოვრების დროს, არამედ უკუნითი უკუნისამდე განდიდებულია მისი სახელი, ვიდრე ქრისტეს მოსვლამდე და მის მერეთაც თავისთავად. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ, გაგაზიაროთ უფალმა და მე ძალიან მიხარია, რომ პირადად ვიზულ მამა გიორგის ღვთის მოძღვარს, ჩემთვის უფალს ადამიანს, დიდ პატივზე, ძალიან მიყვარს და თითქმის 2 თვე არის არ ისეთი პარტია და ისე გამახარეთ თქვენ რომ მოგზანდით, აი უმეტესობა თქვენი სიყვარულით მოვიდა აქ მერში, რომელიც გიცნობენ კარგად და ისედაც ბევრჯერ მიქადაგია საერთოდ ამ ზოგად იმაზე და იციან ეს ყველაფერი და ძალიან გახარებულები არიან თქვენ რომ მოგზანდით და აი გაგვახარეთ სულ ყველამ. დიდი მადლობა. თითქმის 2 თვე არ მინახავს და დაურეკე მე ვთქვა თბილისში ვარ მეთქი გუშინი. ძალიან გამახარეთ. ხო და გნახავ მეთქი ამას ურეკავდით ხოლმე ერთმანეთს ვეკავშირებით და არ მინახავს და მადლობა მართლა შემძელი აქ მოსვლა და მამა გიორგისთან ერთად ძირვაზე ასულება მინდა თქვენი ტაძარი დალოცო, რევი დალოცო თვალმა ღმერთმა შენებლობის პროცესშია ტაძარი ჩემთვის არ არის უცხო ტაძრის შენებლობის პროცესში და წლების განმავლობაში ჩემთვის ხარაჩოების ქვეშ მაქვს წირვები ნატარები ამ წლების განმავლობაში. ხო და ეს არ არის რა ქვია ჩემთვის გასაკვირი შენებლობის პროცესი არ შეჩერდეს. მაგას არ აქვს მნიშვნელობა რა სიჩქარით ვიდიხარ, თავი არ გაჩერდა. დაგვიწე რომ თქვენი მადლიანი გული და დიდი სიყვარულით მადლობა მამაო. იქ მადლობა. ირებისთვის და მადლობა თქვენ ასევე ყველას. თქვენთან არც ღმერთი. თქვენთან არც ღმერთი.